და საფრენი აპარატების მიერ ქართული საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტები. ამასთან დაკავშირებით ჩვენ წარმოვადგინეთ ვიდეო მასალა და რუსული მხარისგან მოვითხოვეთ, რომ თითოეული ჩვენს მიერ წარმოდგენილი ვიდეო მასალა იყოს ძალიან მკაფიო და კარგად გამოკვლეული. მათ აღნიშნეს, რომ ისინი განიხილავენ ამ საკითხს და შემდეგი სხდომისთვის უკვე მოგვაწოდებენ გარკვეულ დეტალებს. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ 28 სექტემბერს ზემუნიქოზის ტერიტორიიდან სამშენებლო ბეტონმრევის გატაცების ფაქტთან დაკავშირებით. ასეთი ტიპის გატაცება ბოლო პერიოდში არ მომხდარა და ჩვენ ძალიან მკაფიოდ დავაყენეთ, რომ ამ საკითხის გამოძიება მოხდეს ამ საკითხის გამოძიებაში ჩართული იყოს არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთის და რუსული მხარეები, арамед თვითონ EUTOS და Еврокავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებიც. Есть задержанные, да, за пересечение государственной границы. По части их ведутся следственные мероприятия, а часть уже как бы освобождена сразу же. Была также обеими сторонами отмечена продуктивность своевременного быстрого освобождения. Другой, который заблудился и перешел на сторону Грузии, на участке Кошка. Я думаю, что это была хорошая встреча, очень полезная встреча. Я смотрю с надеждой в душе, что мы будем продвигаться по этому направлению, что мы будем помогать русским людям, которые живут здесь.